99%-მა ადამიანმა არ მოიწონა ეს YouTube-ის ტრეილერი, მისი პოლიტიკური დრის წესრიგის გამო. და დღეს ვსაუბრობთ ოდისეაზე. ფილმზე, რომელიც წლის ყველაზე დიდი ჰიტი უნდა ყოფილიყო. ეს არის კრისტოფერ ნოლანი, რომელიც უდავოდ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია, რომელიც აერთიანებს მეფე ოდისევსის ისტორიას, რომელიც 10 წლის განმავლობაში ცდილობს სახლში დაბრუნებას ქალღმერთი ათენას დახმარებით თავის ოჯახთან. ეს ჰომეროსის ყველაზე გიჟური ისტორიაა. ეს არის უზარმაზრად შთამბეჭდავი ეპოსი და ამ ტრეილერის ვიზუალები ფენომენალურია. და მაინც როგორღაც მას თითქმის 90%-იანი უარყოფითი რეიტინგი ჰქონდა მისი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო. ხედავთ ხალხი დაიღალა და მობეზრდა. ისტორიის გადაწერა ეგრეთ წოდებული woke დღის წესრიგისთვის. და სწორედ ეს მოხდა ამ ფილმში. დიახ, მათ აიყვანეს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობები და მსახიობები, მაგრამ ორი ძალიან საკამათო არჩევანი გააკეთეს, თითქოს woke იდეის დასამტკიცებლად. მათ აიყვანეს ლუპიტა ნიონგო, რომელიც მშვენიერი შავკანიანი ქალია, როგორც ტროას ელენა, და ტრანსგენდერი მამაკაცი, ელიოტ პეიჯი, რომელიც ადრე ელეინი ერქვა. ალბათ გახსოვთ ის ფილმიდან ჯუნო, როგორც ერთ-ერთი მებრძოლი. და ხალხს ეს უკვე მობეზდა. ამბობს და ამბობენ, მოგცეთ ფილმი ოდისეა. ჩვენ გვინდა მისი ნახვა. შესანიშნავად გამოიყურება. და უნდა ვთქვა, რომ მეც მინდა ამ ფილმის ნახვა. ძალიან კარგად გამოიყურება. მაგრამ მათ არ უნდათ პოლიტიკური wokeness-ი. მათ არ უნდათ ხელახალი ინტერპრეტაციები. ამიტომაც ეს ფილმი პირდაპირ ჩავარდა. ყველა კრიტიკოსი ამბობს, რომ ეს ფილმი საოცარია, შესანიშნავია და ჩემი სიტყვების დაჯერებაც კი არ გჭირდებათ, ხომ ასეა? სიტყვასიტყვით Variety წერს, რომ ოდისეას პირველი რეაქციები აღფრთოვანებულია კრისტოფერ ნოლანის განსაცვიფრებელი, ეპიკური, უნაგლო რეჟისურით, სუნთქვის შემკვრელი, თამამი და სრულყოფილიაო, ხომ ასეა? ეს სრულყოფილია. ეს არის გასაოცარი მიღწევა. და მაინც რაღაცნაირად მას მაინც აქვს 99.7%-იანი უარყოფითი რეიტინგი 773,000 უარყოფითით. 773,000 უარყოფითი. იმიტომ რომ ხალხი ვაპარაკობს. ისინი სურთ ფილმი, რომელიც რეალურად გვიყვება ისტორიას და გვახსენებს ვინ ვართ ჩვენ. ყოველგვარი პოლიტიკური დრის წესრიგის გარეშე. ეს არის შეცდომა, რომელსაც ჰოლივუდი მუდმივად უშვებს. გონიათ, რომ ამ ნარატივებს ძალით შეგვტენიან და ეს იმუშავებს. მაგრამ ასე არ არის. ხალხი უკვე საუბრობს და მოსალოდნელია, რომ ოდისეა შესაძლოა კინოგაქირავებაში ჩავარდესდეს. ეხლა საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ფილმს თან ახლავს სულელური სკანდალი, სულელური კასტინგის გამო, როცა ზუსტად ვიცით, როგორი უნდა იყოს ელენე ტროელი. ჩვენ გვაქვს მისი სახე წარმოდგენილი. ასევე ისიცაა, რომ ეს პერსონები, ეს ჰოლივუდის პერსონები, შემდეგ მიდიან მედიაში და ავრცელებენ ასეთ უაზრო, woke სისულელეებს, რომ ხალხს უკვე წელში ამოუვიდა. თქვენ ყველა მიცით, რომ მე არ მიყვარს კანისტვის პროდუქტის გამოყენება, რადგან არ მინდა თავი წებოვნათ ან დახშულად ვიგრძნო. უბრალოდ სისუფთავე მინდა. და ვიცი, რომ სახის რუტინის არ ქონა თითქმის დანაშაულს უდრის. მაგრამ ეხლა როცა OneSkins მივაგენი, შეიძლება უნდა ვაღიარო, რომ სულ თავიდანვე ვწდებოდი. ხომ ხედავთ, ჯერ ასაკოვანი არ ვარ, მაგრამ ბოლო დროს კანის ცვლილებებს ვამჩნევ. ნომომაც გადაწყვიტა, რომ დაბერების დროა და ეს ძალიან უხეშია. მაგრამ ბევრი მეგობრის დაყოლიების შემდეგ გადავწყვიტე მეცადა. და დიახ, ეხლა უკვე შეცვლილი ქალი ვარ. მე არ ვუწევ რეკლამას იმას, რასაც არ ვენდობი. თქვენ ყველა მიცით ეს, მაგრამ უბრალოდ შეხედეთ. რას ფიქრობთ? და ეს მხოლოდ ჩემი გამოცდილება არ არის. OneSkins 10,000-ზე მეტი ხუთვარსკვლავიანი შეფასება აქვს და ახლა ისინი კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების ლიდერები არიან. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ განსხვავებით იმ ინფორმაციისგან, რასაც ინტერნეტი გთავაზობთ, უკეთესი კანისთვის ნამდვილად არ გჭირდებათ რთული რუტინა. 10 წელზე მეტი ხნის კვლევის შედეგად შექმნილი OneSkin OSO1 პეპტიდი დამტკიცებულია, რომ მიზანმიმართულად ებრძვის ასაკის ხილულ ნიშნებს და გეხმარებათ, რომ ახლა და ასაკთან ერთად ყველაზე ჯანსაღი კანი გქონდეთ. შეზღუდული დროით სადეთ OneSkin 15%-იანი ფასდაკლებით. გამოიყენეთ კოდი MEIRA ვებგვერდზე oneskin.co/ ან oneskin.co/meira. ეს არის 15%-იანი ფასდაკლება oneskin.co კოდით MEIRA. შეძენის შემდეგ კითხავენ, საიდან გაიგეთ მათ შესახებ? გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენს გადაცემას და უთხარით, რომ ჩვენ გამოგიგზავნეთ. მაგრამ რატო? რატომ ანადგურებთ ჩვენს ისტორიას ისევ და ისევ არაზუსტი გამოსახულებებით და სულელი ადამიანებით, რომლებიც თქვენთვის PR ტურს ატარებენ? ხომ ასეა? აი რას ამბობს ლუპიტა ნიონგო? მე ვკითხავდი, ხომერე, რას ფიქრობ იმაზე, რომ ამ ხალებს ამდენი დრო ეთმობა ეკრანზე, მაშინ როცა შენ მათთან ასე ცოტა დრო გაატარე. კარგი, ანუ ეს არის ის, რასაც ჰომერს ეტყოდით. კარგი. და მე ასე წინ იხრებით და ასე უყურებთ ჰომერს. დიახ. ასე თქვენ პირდაპირ გაქვთ კაცის ისტორია, რომელიც 10 წელი მიემგზავრება, რომ თავის ცოლთან და შვილებთან დაბრუნდეს. ეს საოცარი, ლამაზი, შესანიშნავი რამაა, რომელიც ყველას უნდა ზეიმობდეს. და ლუპიტა ნიონგოს პასუხი კითხვაზე, რას ეტყოდით ჰომეროს, არის: რას ფიქრობთ იმაზე, თუ ქალებს ეკრანზე რამდენი დრო ეთმობათ?
მე ვეთყოდი ხომეროს, რას ფიქრობ იმაზე, რომ ამ ქალებს ასე ცოტა დრო დაუთმე, მაგრამ ეხლა ეკრანზე მეტი დრო ეთმობათ. ხედავ, ეს სულეღურია, ეს სულეღური პიატოა. ეხლა არ ვიცი, რადგან ჯერ ფილმი არ მინახავს. სხვათა შორის ეს დაახლოებით 2 დღის წინანდელია. არა, ეს არის, მოიცადე, რამდენი საათის წინ? ხო, ეს 2 დღის წინანდელია. და აქ არის 450,000 მოწონება. 428,3.2 მილიონი, ეხლა თითქმის 100,000-ია, წუთით წუთზე იზრდება. კარგი. ვერ შეგიძლია, როგორც მე გავიგე, ოდისეა ცდილობენ, აჩვენონ ქალ პერსონაჟთა პერსპექტივიდან, რაც თავისთავად შეცდომაა. იმიტომ რომ ოდისევსი ყავს, რომელიც მამაკაცია და რაღაც საოცარს აკეთებს ამ ისტორიაში. ცხადია, ეს ყველაფერი მითოლოგიაა, ხო, მაგრამ ყავს ეს კაცი, რომელმაც საოცარი რამ გააკეთა. და რატო წარმოადგენთ ამას ქალის პერსპექტივიდან? ეს არ არის მთავარი აზრი და ხალხს ეს არ უნდა. ლუპიტა ნიონგო პასუხობს კრიტიკას მას შემდეგ, რაც მორგებული რამ გააკეთა. ციტატამ ყისიერად გააღვივა დებატი ინტერნეტში, რადგან ბევრი კრიტიკოსი თანხმდება, რომ ოდისეა თავიდანვე არ იყო განკუთვნილი მსოფლიოს წარმოსადგენად. ჰომეროსის ეპოსი მჭიდროდ არის დაკავშირებული ძველ საბერძნეთთან, მის კულტურასთან, გეოგრაფიასთან, მითოლოგიასა და იდენტობასთან. და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არის ის, რასაც ტროას ელენა სინამდვილეში გრძნობდა, ან ფერით წარმოადგენდა. და ასე არ იყო. ეს უბრალოდ სამყაროს წესია, ასეა, ასე მოხდა. ეს შონენიდანაა. კარგი, ასე რომ ელენას სილამაზე ომს აღვივებს, ათენა სტრატეგიული ქალღმერთია, რომელიც ოდისევს უძღვება. პენელოპე ჭკვიან ერთგულებას განასახიერებს. ცირცე კაცებს ღურებად აქცევს, რაც გულწრფელად რომ თქვათ, დღემდე ყველაზე რეალისტური ქალური პერსონაჟის განვითარებაა ლიტერატურაში. კალიფსო გმირს 7 წლის განმავლობაში კუნძულზე ამწყვდებს. კასანდრას შეუძლია მომავლის დანახვა, მაგრამ არავინ უსმენს, რაც მას ისტორიაში პირველ ადამიანს ხდის, ვინც შეხვედრა გადაიტანა. სირინების იარაღია მუსიკა. ნაუზიკა ოდისევს გადაარჩენს, როცა ის შიშველი და უძვური ნაპირზე გამორიყავს. ანდრომიკა ილიადაში ერთ-ერთ ყველაზე გამანადგურებელ ანტისაომარ სიტყვას წარმოთქვამს. ილიადში ჰიკუბა ფაქტობრივად იმპერიისა და ადამიანური ძალის ემოციური ნანგრევია. აფროდიტე იწყებს დასავლური ცივილიზაციის პრობლემების ნახევარს იმით, რომ ლამაზია და მიმზიდველი. ჰერაკი ზეციურ ოპოზიციურ კვლევას აწარმოებს. თეთისმა ზევსი ჩართო, რადგან ახილეს სამსახურში კონფლიქტი ჰქონდა. მაგრამ ელენეს გარდა, რა გააკეთეს ელენემ, ათენამ, პენელოპემ, კირკემ, კალიფსომ, კასანდრამ, სირინებმა, ნაუზიკამ, ანდრომაკემ, ჰერკუბამ, აფროდიტემ, მის სახელსაც კი ვერ გამოვთქვამ, ჰერამ და თეთისმა? რა გაუკეთებია ოდესმე ჰომეროს, რომ ქალ პერსონაჟებს ყურადღება მიექციათ? ეს პოლიმარკეტიდანაა. ჯასტინ ლუპიტა ნიონგო, რომელიც ახალ ოდისეის ფილმებში ელენე ტროას როლს ასრულებს, აკრიტიკებს ჰომეროს იმის გამო, რომ ქალ პერსონაჟებს საკმარის ყურადღებას არ უთმობს. ეს არასწორია და უკვე გამაღიზიანებელია. სხვათა შორის კრისტოფერ ნოლანმა ახლა ოდისეის ყველა ჩვენება, სადაც ფილმის გავლენებია გააუქმა. მხოლოდ აკრედიტებულ კრიტიკოსებს აძლევს წინასწარ ნახვის საშუალებას. თეთრ დროშას აფრიალებს. იციან, რომ ფინანსური კატასტროფა ელით. ეს კრისტოფერ ნოლანია. ცოტა ნერვიულობაც მაქვს, ანუ ფილმის გამოშვება არასდროს ხდება მარტივი. ჩვენ ფილმებს ვქმნით კინოთეატრის მაყურებლისთვის და სწორედ მაყურებელია, ვინც გვეუბნება რა გამოვიდა. მაყურებელმა უკვე გითხრათ რა სურთ. მათ უნდათ საოცარი კრისტოფერ ნოლანის ფილმი, რომელიც თავს არ ახლავს პოლიტიკურ სულეღურ დღის წესრიგს, ხომ ასეა? ილიადა და ოდისეა. როცა კითხულობ ილიადას და ოდისეას, ძალიან ცოტა დრო ეთმობა ქალების პერსპექტივას, ხომ ასეა? ასე არა. ეს ყველაფერი ძალიან მამაკაცური მხრიდანაა მოთხრობილი, მაგრამ ეს ფილმი ბევრ დროს უთმობს იმას, რომ ყველაფერი ქალის პერსპექტივიდან განიხილოს. და ამიტომ ჩვენ ხედავთ ელენესა და კლიტემნესტრას, თუ როგორ იმოქმედა ამ ომმა ორივეზე. და ისინი ძალიან განსხვავებულად რეაგირებენ ამაზე, რადგან მათი გამოცდილება ძალიან განსხვავებულია. აი რა ხდება. როცა უყურებ ფილმს ამბავზე, რომელიც მილიონჯერ გაქვს მოსმენილი, ყოველთვის სხვა პერსონაჟები გაინტერესებს, ხომ ასეა? და მათი ხედვა ამაზე. ზოგიერთი საუკეთესო ფილმი მაშინ იქნება, როცა ისინი იღებენ ჩვეულებრივ ისტორიას. არ ვიცი, მაგალითად მერი პოპინსი და გაჩვენებენ სიუჟეტს სხვა ადამიანების თვალით. ძალიან საინტერესოა, როცა ისმენ საყვარელი პერსონაჟებისგან და ხედავ განსხვავებულ პერსპექტივას. ეს შესანიშნავია. პრობლემა აქ არ არის იმაში, რომ გააზიარონ სხვა პერსპექტივები იმ ისტორიაზე, რომელიც აგიკითხავს. მოგისმენია და ქსმენია სკოლაში სწავლის განმავლობაში. საქმე იმაშია, რომ ყველაფერს აქცენტს აკეთებენ ქალებზე. როცა ეს არის მამაკაცის ისტორია, რა თქმა უნდა, მინდა მეტი გავიგო სასიყვარულო ცხოვრებაზე და ღმერთზე. მინდა უფრო მეტი მოვისმინო სხვა პერსპექტივებზე, მაგრამ იმიტომ რომ სხვა პერსპექტივები მაინტერესებს და არა იმიტომ რომ ვფიქრობ აუცილებლად ქალის პერსპექტივა უნდა იყოს, თითქოს ჰომერმა საკმარისი არ გააკეთა იმისთვის, რომ ეჩვენებინა რას განიცდიდნენ ქალები. ეს სულეღურია და გამაღიზიანებელი. და ვფიქრობ, ადამიანების უმეტესობა ჩვენთან თანხმდება. ასე რომ სრულიად გულახდილად ვიტყვი. ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგები არ აღემატება ჩემს სურვილს. ნუ უყურო კარგ ფილმს, რადგან მაინც ვაპირებ მის ხურებას. ვფიქრობ, ძალიან მაგარი იქნება და მგონია, რომ შესანიშნავი ფილმი გამოვა.
მაგრამ მაინც ფიქრობ, რომ ჰოლივუდმა უბრალოდ უნდა მიხვდეს, რომ ამ პოლიტიკური დრის წესრიგების გამუდმებით წინაპლანზე წამოწევა უკვე იწვევს უკუგებას. უკუგება უკვე არსებობს. სწორედ ამიტომ თითქმის მილიონი ადამიანი არ მოსწონს ეს ფილმი, ეს ტრეილერი YouTube-ზე. შეწყვიტეთ ეს სულელური პოლიტიკური დრის წესრიგები და მოგვაწოდეთ კარგი, ისტორიულად ზუსტი ისტორიები. ეს გვინდა ჩვენ, მხოლოდ ამას ვითხოვთ. ეს რთული არ არის, ეს არც კი არის პოლიტიკური. ეს უბრალოდ იმაზეა, რომ გვინდა ჩვენი წარსული აღვნიშნოთ და რეალურად გავიგოთ რა მოხდა, იმის ნაცვლად, რომ ეს სულელური დოქტრინა ძალით შეგვდენონ, რომელსაც არც ერთი ჩვენგანი არ ეთანხმება. მადლობა ყურადღებისთვის.